აი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემ არხზე. როგორ ახართ? იმედია, ჯანსაღად, ლაღად, ბედნიერად. მოკლედ, ჩემს უკან იყოფება 9 ადამიანი, 9 ფინალისტი, რომელიც შეიძლება მოიპოვოს საგზური ჩემთან ერთად რაიმე ტროპიკულ ქვეყანაში. და მათ უნდა შეასრულოთ სხვადასხვა დავალებები. როგორიც არის? აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველი დავალება იქნება. პირველი დავალება მდგომარეობს შემდეგში. ჩემს უკან მდგომი ადამიანები ჯგუფებად დაიყოფიან, სამ-სამად. და მათი მიზანი იქნება ავტოსტოპით წავიდნენ ამბასადორ კაჭრეთში. გუნდი, რომელიც პირველი ჩავა, ისარგებლებს პრივილეგიით. დანარჩენებიდან კი ვიღაცეები შეიძლება გავარდეს. და თუ რა პრინციპით, ამას იქ გავიგებთ. თქვენ გაკარგოლებაშია აქ კარდონი, რო დაწეროთ რამე, ამიტომაც დრო ჩაირთო, თქვენ უკვე შეგიძლია დაიწყოთ, რა ვიცი, კაჭრეში, მე კიდე შემიძლია მანქანით წავიდე. მე კომფორტის კაცი ვარ. ამბასადორ კაჭრეში. ნახვამდის. აი, წავი. ჩქარა, წამო. ამბასადორი კაჭრეთი, არ ვიცი სად არის. წავედით. მოკლედ, მეგობრებო, ჩვენი პირველი დავალება არის ავტოსტოპით. ამბასადორი. ვინმე დაგუგლეთ, კონტექსტა. სიკახეთში არის ნამყაფო. გავიგებთ. თავარია ვინც წაგვიყვანს იმან იცოდეს. ალა მექნება ვინმე ჩემ ხაით წავიდე. კალა მარკერი ხომ არა გაქვთ? ბოდიში მარკერი ხომ არა კალამი? დავაწეროთ, რავი, გამიყოლე რაღაცა რა. მეგობრებო, ნახეთ, პოსტა რამდენი წამოვიღეთ. აი, ბოლოში უნდა ჩავიდეთ ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ აქ ვინ შემოდის, ხეთში არ წავა. ცოტი არის გავა და კაცი შევი. წამომყევით და მე ვიზავ ყველაფერს. წამომყევით სამივე მალე. წამო, ვაფშე გავცდეთ რა ცოტა აქეთ. წამო, აქეთ, წამო. მოკლედ, სანამ ისინი მიდიან ავტოსტოპით, მანამდე მე ესე კომფორტულად მიდივარ მანქანით. იმიტომ რომ ხო არის დრო, რომ მეც კომფორტში ვიყო და ვიღაცა მიწვავოს. თქვენ რო უყურებთ ხოლმე ჩემ წვალებს, აი ღირსები ხარ. მეტის ღირს ეს არის პირველი დავალება, მეორე უფრო უარესი იქნება. და უფრო და უარესი. თქვენ განახებთ ეს აი კომენტარებს რო წერთ პირველი. ხა, აგენ 7-9 მიდივარ ჩემს. წაით. შევიცვალეთ ლოკაცია, იმიტომ რომ ლოკაციაზე არავინ არ ჩერდა და იმედია გაგვიმართებდა აი პირველი მანქანა. ახეთისკენ ხარ მივიხარ. ოდნავ რა გაგვიყანოთ? იგი ჩარჯდა მანქანაში წავიდა, რაც გინდათ ის გიქნიათ. მოგხსნათ კარდონი. ჩავალ. არ ვიცი, მიდიო საგარეჯო სად არის ხალხი? ძალიან დიდი მადლობა. რაღაცა ტრანსპორტი, მაგრამ რა ხომიდეს? კი, ხოდა ეკი. კი. ჩავალ, არის ნერვიული. ჩავალ და ჩავასწრებ კიდეც. სად მიდიხარ? ცოტა შორს უნდა ვიყო, შეიძლება არაბი. რამდენი კილომეტრი? სუცი კახეთისკენ არის. შეიძლება გავყანო, გაბროა. რამდენი კილომეტრია დაახლოებით აქედან, სადაც მიდიხარ? აი, ძმაო, აი, გამოვყევით. მადლობა კახას. მოკლედ, კეთილმა ადამიანმა გამოგწია ერთი 15 კილომეტრი და დარჩა სულ რაღაც 65 კილომეტრი კაჭრეთამდე. მე იმედია, ეხა კიდევ ერთ გავაჩერებ. პირველები ჩავატარეთ. უაჭრელი. აბა რა. მივდივართ საგარეჯოს გზაზე, მეგობრებო. გავიმართლა. სულ რაღაც 15 წუთში, ხო? ჩვენები აქ უნდა იყვნენ წესი. ზუსტად მაგ ადგილას ესე ქენით ხელი.
დაგიყინათ ეთყობა და ჩაიდეთ და ახ მეთქი როგორ ვერ გავაჩერე. იქ ვეღარ გავაჩერე უკვე ვერსად და მე მაგით გადმოვეცი. კარგად ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. თავარი მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა. კარგად მოვიგებთ კაცო. რატო გადაწყვეტეთ რომ ვაგებ? ერთი ავტოსტოპი გამოვიცვალეთ და საგარეჯომდე მოვედით. ახლა გადავალთ ამ ხიდზე და თავიდან შევუდგებით ადრეში წასვლა. ოპა, პირველი ვეზე გავიქეცით, სადა? ჯიგარი. გავყოთ რა. მივდივართ ხო ეგრევე გაგვიმართლა. გამარჯობათ ბიჭებო. ძალიან დიდი მადლობა. პირველი ვეზე გაგვიმართლა და მივდივართ კაჭრეთამდე პირდაპირ მოგიყვანს ეს მაგრამ იგი. შეიძლება გავუკეთეთ თუ გაპატიოს. მოკლედ, ესე მოხდა, რომ სრულიად შემთხვევით ჩვენი ვინც გაგვიჩერა მოკლედ ძალიან მაგარი ადამიანი აღმოჩნდა და ესე გამოვიდა რომ სრულიად შემთხვევით მივდივართ კახეთში ჩაგვიყვანს ბოლომდე. ეხა არ ვიცი რა ვიგონი ზედმეტად მაგრად გაგვიმართლა ხო? მართლა ძალიან გაგვიმართლა. არა, გაგვიყოლეთ, გავამართლა და კახეთი. დავწერეთ აგერ კახეთი გვიწერია და გაგვიყოლეთ. სოციალური არის და იმედია გავასწრებთ ყველას არ ვიცი განჩერები სად არიან. მეგობრებო, ისე სტაპატები მართა არ ვიცი. ესეთ მდგომარეობაში გვიწევს რომ ჩავიდეთ კახეთში. hello. ესეთი ჩამოვიდა. ჩვენს უკან არიან სავარაუდოდ. მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია ძალიან ცოტა შანსია იმისი რომ ეხა ჩვენ წინ იყვნენ. მაგრამ თუ არიან, მე სიზმარი მაქვს ნანახი რომ დღეს ჩვენ პირველები ჩავდივართ რა. ნეტარა შვება შემდეგი ჯგუფი. პირდაპირ ვიპოვეთ ადამიანები, ვინც კაჭრეთში მიდიან და წაყვანენ. გავიმარჯვეთ უოჭელი, მიუხედავად იმისა, რომ გაგვასწრეს, მაინც პირველები ჩავართ. აბა რა. იღბალი ჩამოსქვია. რა. და სულ რაღაც 10 კილომეტრი სავარაუდოდ ერთმა გუნდმა გაგვასწრო, მაგრამ იმედი არ გავასწრო. არა, აქვს მნიშვნელობა, გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენი გუნდიდან ვინმე გაიმარჯვა. მაგალითად სანდრა. ტროპიკებში რო წამოვ. ვიცა არა მივადება თავში და არ დამოვიწყდებით რომ მოვიგებ ამ საგზურს და მე ცნობილი რომ გავხდები. ეხა საათი არის 10 და 50 51 და ჩვენ უკვე მოსული ვართ რა აქ არ არის არავინ მადლობა ძმაო გაიხარე და რავი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ არავინ არაა და პირველები ვართ მოკლედ მეგობრებო ჩამოვაღწიეთ კაჭრეთამდე და დაგვასწრეს მეგობრებმა მე ძალიან გაგიმართლათ ჩვენ პირდაპირ ჩამოგვიყვანა თქვენ ჩაჭიდებ როგორ დაყავდა იცი? აი პროსტა იმენა ძალიან გიჟებით საშინა დაყავდა აი ერთი გაჩევი ჩამოხედით? რა ხო ეგრე ერთი იმენა ისე აი თქვენ შეგეძლოთ ისე იქ მერსედესი რო იდგა ტიპი რო იდგა ხო იცი პირდაპირ მოაგვარებდა მან არა ჩვენ მივედით მანდა არაო რა მივიდეთ ჩვენ დავევასეთ ეთყობა რა მივდივართ ხა მოვიდა ჩვენი მეორე ჯგუფიც იმდენ აწრაფად მოვედით რომ გისაც მოვასწრეთ მარტივი ოპერაცია არ ყოფილა თურმე ბოლოები მოვედით მაგრამ არის გამოსულები არის ჩვენ მართლა რო გაიგო შეჯიბრიაო არც ხერძულა უნახავს არც ყველაფერს ასწრებს მაგრამ ანუ აქ უკვე ტრეშ თოლკი წავიდა რა ეს ქალბატონი მეუბნება რომელი შოკოლადი გირჩევნიაო რომ ჩამოგიტანა ტროპიკებიდან მოკლედ ჩამოვედით ამბასადორ კაჭრეთში და როგორც აღმოჩნდა ჩვენზე მალე ჩამოვიდნენ ადამიანები და წავიდეთ ერთად გავარკვევთ ვინ ჩამოვიდა პირველი იმიტომ რომ ჯერ მეც არ ვიცი არ ვიცი ძალიან მაინტერესებს კომფორტულად კი ჩამოვედი მე და ვინ ჩამოვიდა ჩემზე კომფორტულად მენა კინოს კადრივით მოდიხართ რა. აბა რა ქენით? ვინ მე არ ვიცი, ჯერ ვინ რაქნა მოგისალმებით. კილოცოთ ყველას ჩვენზე ადრე რო ჩამოხოდით. ყველა ერთდროულად მოვედით. ხო, მე რომ მომასწრეთ მანქანით რო ვიყავი, ყველა ერთდროულად
ვინ მოვიდა პირველი? გუნდი პირველი. გუნდი პირველი. კაი, იყოს პირველი. მეორე? ჩვენ. საუკეთესოები ბოლოს მოდიან. ნაღდები. მოდით მაშინ იქ გადავიდასო და გეტყვით რა ხდება ახლა. წავედ. იცლება. მოდი, რა ქვია? დაჩი. რომელი წლის ხარ? 9. კაი. მე გავსო YouTube ვიდეოშიც მოხვდი რა ვქნათ. კაი. პირველ რიგში ყველას გილოცავთ რომ ჩამოაღწიეთ აქამდე. გილოცავთ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, პრივილეგიებით ისარგებლებ და პრივილეგიები მდგომარეობს შემდეგში. მოკლედ, ამ 9 ადამიანიდან ეხლა 3 ადამიანმა უნდა დატოვოს ეს ესე ვთქვათ ფინალი. შემდეგი პრინციპით. პირველი გუნდი გუნდს ულოცავ, იმიტომ რომ თქვენგან არავინ არ დატოვებს არც ერთი ადამიანი პროექტს. რაც შეეხება მეორე და მესამე გუნდი. მეორე გუნდიდან თქვენ გექნებათ 5 წუთი რომ აირჩიოთ ერთი ადამიანი, რომელიც დატოვებს პროექტს. და მესამე გუნდიდან თქვენ გექნებათ 5 წუთი რომ აირჩიოთ ერთი ადამიანი, რომელიც გააგრძელებს და დარჩება პროექტში. ანუ თქვენგან გავარდება 2 ადამიანი, თქვენგან 1 ადამიანი. თუ თქვენ ვერ მიხვედით შეთანხმებამდე რომ ვინ გავარდება, ავტომატურად ყველა დატოვებთ პროექტს. 5 წუთი ჩაირთო და თქვენ შეგიძლიათ იმისჯელოთ, რატომ უნდა დარჩეთ, რატომ არ უნდა დარჩეთ და რატომ გგონიათ რომ ეს ადამიანი გერმანიიდან ჩამოვიდა, ამას ვიტყვი სპეციალურად ამ პროექტისთვის უბრალოდ გამახსენე. დრო ჩაირთო. 5 წუთი თქვენს გაკავშირებაში. ჯეირანი ვითამაშოთ. არჩევთ თქვა. კაი, შენ დაიწყე. თუ გავიმართლეთ, თუ წავედი, შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი ჩემთვის, ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ზოგადად ჩემი სურვილიც არის, რომ YouTube არხი მქონდეს და ვიმოგზაურო ზოგადად და სამოგზაურო ჩანელი მქონდეს YouTube-ზე და ვფიქრობ ეს იქნება რაღაც დასაწყისის მსგავსი. და აი, ამიტომ ვფიქრობ, რომ შემსახურებ რა, არ ვიცი, ცოტა ეგოისტურად გამომდი შეიძლება, მაგრამ თან კარად ვუთის თამაში გამომაზე ამის გამო. ბოდიში კოუჩი. აუ ცოტა მერიდება. მე ყველაზე პატარა ვარ და უნდა დამითმოთ. მე გოგო ვარ და უნდა დამითმოთ. ძალიან დაძაბული მომენტია, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი, ვინ დარჩება ამ 3 ადამიანიდან, ანუ 9 ადამიანიდან. მე რო ჩავაყენე ჩემი თავი ამ მდგომარეობაში, ძალიან მინერვიულებდი. ალბათ ვიტყოდი რომ მე გავარდები თქო რა, მე ხო ყველაზე ხარ. ძალიან ისეთი ადამიანი ვარ ზოგადად. კეთილი. მაგრამ ძალიან მაინტერესებს მართლა როგორ გადაწყვიტავენ. აი, არ ვიცი. მოდ ყველაზე კაი არის ჯერანი ვითამაშოთ და ვიც აგვიჩვენს ამ ადგილზე ვინც გავა, ნუ ის გავაგდეს. მაგრამ ქოქონათებს ჩამოიტანს ვინც მოიგებს. იმაში. რომელი გირჩევნია? სამამ. კაი, იცოდეთ რომ მომავალი წდება. ანუ გავარდნამდე ერთი გავარდება და მე 2 ითამაშებს და მე გავარდება ეგ. გილოცავთ, გენაცვალე, მოგებას. გილოცავთ. ესე მარტივად გინაცვალთ ფინალში მეტი და. აბა. კი. სირბილისგან გამომდინარე, ეს საფულში რო ვივარჯიშე. კი, აი, სავარჯიშო აქტივობები. კაი. სონები დავდეთ და ვნახოთ ამდენ. რა, დადეთ თქვენი სონები. რა, ვინ გავარდება თქვენი ეს? გოგორჩევა და ბიჭი რო არის, ლუკა ქვია, მგონი მაღალი როა ქერათმიანი. აქე ჯეირანს ითამაშებენ 2 და ის დატოვებენ. რომელი გავარდება ანუ აქედან? ხო. ბიჭები ჯეირანს ითამაშებენ, გოგოს დატოვებენ. იქიდან გოგოს დატოვებენ. ჯეირანი. მოგიგე. საღო კილოცა. მადლობა, ჩამოგიტან გეფიცები. ბაზარია. არა უშავს მო გერმანიაში. კამერაც არის და ვისაც უღებენ იმას. ნი. Oh no. შეიძლება მოიყვეს პროექტი. Oh no. აი ხა მართლა მე ვნერვიულობ ამათ მაგივრად. იმენა 2 წუთი დარჩა და აი მართლა ცუდად გძნობ ამათ მაგივრად წავს. მე გამაგდ, მე არ წამოვა თქვენ წადით. 2 წადით თქვენ. ჩემს გარეშე. არ არის კაი იდეა. შენ უფრო კარგი მიზეზი გქონდა. ვიდრე პროსტა საზღვარგარეთ თქვა მე ქვეყანაში წასვლა. ჯეირანმა რო ისე გადაწყვეტა. მე ძალიან მიგე. მე მართლა ძალიან მიგე დაჩენა და არ ვიცი, აი ძალიან ყოველს გვინდა. ხო არა, ყოველს გვინდა, მაგრამ შენი მიზეზი უფრო ესეთი იყო, არა? არ მეთანხმები. არა, ეხლა ვერ ვიფიქრებ მე ვერანაირ მიზეზს. დარჩენილია 1 წუთი. ყურადღება კამერას თხოვ, პირობა უნდა დავდო. თუ ახლა მე დავჭები პროექტში და გავიმარჯვებ, აუცილებლად მომავალში გავხდები იუთუბერი და ნინისაც და ლუკასაც წავიყვან სადმე პროექტში. გიგის ასად არ. ვაი, ზო, არ გვინდა. რა ვქნათ? გავიმეოროთ ჯეირანი. აი შენ მოიგე და გადაწყვეტე რა, მომთ. მიდი 20 წამი გაჩენე, მალე. მეგობრებო, დრო ამოიწურა. მორჩა საუბარი თუ შეიძლება მე ძალიან მკაცრი ვარ, ზოგადად ხო ხვდებით, ხო მატყობთ. თქვენ იყავით მეორე გუნდი, ხო? გუნდი ნომერი 2.
ეხლა სამ თვალზე უნდა აირჩიოთ, თითი უნდა გაიშვიროთ ვიღაც ადამიანს. ორი ხმა უნდა ქონდეს ერთს მაინც. თუ ყველას ერთ-ერთი ხმა ქონდა, ყველა ვარდება. ანუ ერთ ადამიანს უნდა ქონდეს ორი ხმა, რომ შედგეს ეს და დანარჩენები გადახვიდეთ ფინალში. სამ თვალზე თითის ჩვენებით გავარდება ერთ-ერთი თქვენი. 1 2 3 აი, გასაგებია. წუხარ მეგობარო. გერმანია, მოვედი კიდევ ერთხელ. ოკლეთ. სამ თვალზე გაიშვიროთ თითი, ვინც გააგრძელებს თამაშს, დანარჩენი ორი კი დატოვეს პროექტს. 1 2 3 ან შენ აგრძელებ, გილოცავ, მომილოცავს. და მაინც აღარ თუ ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას. შენ შეგიძლია გადახვიდე, თუ შეიძლება აქეთ, თუ შეიძლება გამარჯვებული, ვინც გადავიდა 6 ადამიანი. ეხლა თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. ჩვენ სამიდან ერთი რჩება. აი, ამ ადამიანო, იცის. თქვენ სამიდან ერთ-ერთი რჩება. დათურვა პრინციპით ამას ძალიან მალე გაიგებთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი ამ ყველაფერში არის ბილაივი და მადლობა მათ ამისთვის, რომ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ვიმოგზაუროთ ერთად სოფლიოს გარშემო. დავალება მდგომარეობს შემდეგში. აქ ყოფა მოთამაშეებმა უნდა ეცადონ, არ ვიცი როგორ და რანაირად, მომიტანონ 3 სურათი, 3 სელფი სხვადასხვა ადამიანთა და რომლებიცაც არ იცნობენ. 1 2 3 არ მატარებ. Всё, молчи. მანახო. გილოცავ, მაგრამ უნდა დავუწუნდე 3 იუა თუ არა, მე ვერ დავინახე იქიდან. შენი წაქცევის გარდა ვერაფერი ვერ დავინახე. 1 2 3 გილოცავ. აი, გერმანია დაბრუნდა. სამწუხაროდ იხდი ხო? კაისტაიკო. არ ვარ სასტიკი, დაუქნა რა, ჩემი ბრალია ანუ. მოდი, მოიგე. ამას ვინ გავუსწრებდა? სამწუხაროდ ესეთი ხდება ხოლმე გული მტკივა. სამწუხაროდ ორმა მონაწილემ დაგვტოვა, დაგვემშვიდობება და ამიტომ მოგილოცავთ თქვენ 7 მონაწილეს, რომლებიც გადახვედით ფინალში უფრო წინ. და თუ გონიათ რომ მარტივი გელოდებათ, არა, უფრო და უფრო გართულდება, ეხა დავალება, ანუ ავტოსტოპი იყო ერთ-ერთი, რასაც მე ვაკეთებ ჩვეულებრივად. ამიტომაც მზად იყავით და წავედით იქით. როგორი გოლფის როჟა ვარ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ეხლა შემდეგში მდგომარეობს ეს დავალება. ხართ 7 მონაწილე. თქვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეხებით ჩააგდოთ ბურთი ხრელში. პირველ 2 ადამიანს ექნება უპირატესობა შემდეგ ტურში, ამიტომაც ეს ტური თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლებს ცდაში ჩააგდოთ ბურთი. რომელსაც გინდათ შეგიძლიათ დაიწყოთ. პირველი ვინმე არის volunteer? Кай, დაიწყე. ოპა. ოპა. ეს სტადიო და ეს თითო ხელით რო აკეთებ. კაი, ესა მესამეც და ეხა მეოთხე. One eternity later. მიდი, შეგილია. 8-ზე ჩავარდა. ვაფშე აქედან არა კაი, მე მგონი.
ოპა. 3 weeks later. Next. ეფსისა მომილოცავს. კაია. ითავია. ეგარი. აი, წევიდა. Wow! Many months later. როაცდა. აჰა, ეხა განახეთ ეს მიუნხენში როგორ თამაშობდა. ოი! ან ისეთი ხარ აქ. შემტევიც. მისამ. საო. პირველი ხარ ჯერჯერობით. ნახე. ნახე, აი ესე უნდა გაიგე, ნახე. გადათვალა. 3 days later. რამდენი? 6. რადგან 3 ადამიანმა ჩააგდო 3 წაში, კიდე შეეჯიბრებიან რომ გამოვავლინოთ 2 გამარჯვებული. მე როგინდე პირველი ვეცაში ჩავაგდე. აი რა უნდა რა. მანახი. შუაში გავაძვრინო? აი ესე უნდა დადგე. კაი, ეს 1. 2000 years later. უნდა გაჭერდეს. ეს გამოწევა შევილია. აი, მოდი თქვენ გააგრძელეთ. ვა! 2 წაში, ანუ შენ გახურებული იყავი, თორე მეც 2-ზე ვაგდებ ხოლმე. ოპა, ოია. ვსო, ბოლოზე გადახვედი შენ. საო. თქვენ ორმა მოიგეთ, მაგრამ პირველზე ვინ არის, ეგ არ ვიცი. ოპა. ყურდა თუ კი არ უყურებდა YouTube-ზე. გამოიწერ იმ კაცის არხი რომ გასწავლა ეს გოლფი. აი, ეგრე ხარ. მეგობრო გამოიწერ ჩემი არხი, აგე შევწავლო და აიწერ. აი ღირსი ხარ, იმ კაცმა არ გასწავლა ბოლომდე. 1 eternity later. აქამდე გეკითხათ. მოკლედ ეხლა შე თუ ჩავაგდე 8 წუთაზე ნაკლებში, პირველ ადგილზე იქნები. ოპა. ბიჭო, ეგ მეტყვილად კი არა. აი. ბრავო. აი. მართლა გილოცავ მეგობარო. მოკლედ ეხლა ჩვენ გადავინაცვლებთ ამბასადორი კაჭრეთის ტერასაზე და იქ გეტყვით თუ რა პრივილეგია აქვს ვიღაცას და ვის არ აქვს პრივილეგია. ამიტომაც წავედით და წარმატებები მათ. და მეც რავი. შემდეგი დავალება კი მდგომარეობს შემდეგში. ჩემს წინ არის 7 სხვადასხვა კერძი, რომელსაც ხანდახან მეც ვაგებოვნებ, მაგრამ შეიძლება არც მაგ დაგემოვნებული არც ერთი აქედან. ადამიანი, რომელიც გავიდა პირველზე წინა ტურში, მას შეიძლება მოვიდეს და 2-ჯერ შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და სხვა რაღაცა აირჩიოს. მეორე ადგილზე გასულს კი შეიძლება მხოლოდ ერთხელ შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება. დანარჩენებს კი არაფერი არ შეეძლებათ, უბრალოდ რომელსაც აირჩევენ, ის უნდა ჭამო. ამ ტურში შეიძლება ყველა გადავიდეს, ან შეიძლება არავინ. ნახოთ, როგორ განვითარდება, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თავარია რომ შეჭამოთ. ჩვენი პირველი მონაწილე იქნება დათო და მას შეიძლება აარჩიოს რომელი კერძიც უნდა, თუმცა შეიძლება შეცვლა 2-ჯერ.
ეს არის ანუ ხელი რო დაადო ეს შენია და ნახოთ რა არის შიგნით არის ეს არის ღორის გული ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი კერძი რაც ნახა კი დელიკატესია წარმატებები მადლობა თქვენს ძალიან გემრიელია. ხო? აჰა, გითხარით სულ ის კერძები არა ის, ხო არ ჯერა ჩემი მეგობრებო. მართლა კაი ჭამია. თქვინა დაიჭირე იკიშკავე იქით. ეს არის კარგი კერძი. მინდა 7 წუთი. აღარ გინდა ჭამ. ეგ არის. კაი, მეგონი აქ ამაზე მეტი აღარ უნდა. არა, 80% იყო კილოსად. შემდეგ ეტაპზე გადასვლას. შემდეგ მონაწილეს ვთხოვ, გამოვიდეს და შენ შეგიძლია ერთხელ შეცვალო შენი გადაწყვეტილება. კაი, ნუ ვიცი რომ ის და ის არ მინდა. არცული. არცული? ჩემი სიტყვები ხო გახსოვს? შეიძლება კარგად გამოიყურებოს და შეიძლება კაი, არცული. არა, არცული? არა. კაი, აი. და ანუ პრივილეგიაც არ დაგჭირდა და ეგრევე გაიმარჯვე, ამიტომაც შეგიძლია მიირთვა. მე ხარ მეტკბილს არ ვჭამ. არ ვჭამ. შაქარს. აუ, მეც არ ვჭამ. აუ, ვარ ღვევინეთ ადამიანს. არა, მაგრამ მაინც არ შეცვალა, ქონდა შანსი რომ შეიცვალა და ეჭამა რაღაც უფრო გემრიელი. გემრიელია? ნახდია. აქ ის უნდა ჩაგვედო რაღაც სხვა შიგნით. შენიგი მონაწილე შეგიძლია გამოხვიდე აირჩიო რომელიც გინდა რომელიც გენებოდ ავირჩიო არ გავთვალო არ ვიცი მე არ მინახია მართლა ის ვიცი რაც არის აი ამსავრე არა კაკოც არ გირშევდა კაკო ისე აი ნახეთ აი იგზნო კაკო კარგი ნუ მაგრამ მაინც ამსავრე კი ბატონო მოკიდე ხელი და ეს არის მე თვითონ ას მიკეთებ პროსტა ხაზი ალერგია ახლა მე ძროკაც ინა მე დიახ ძალიან გემრიელი ანუ ეს არის დელიკატესი მართლა გემრიელი მეგობრებო ეს არის დელიკატესი კახეთში და სასტუმროებშიც გითხრეს რომ ამას ვაკეთებთ მარილი არაკლია სუფრასო ეგ თემა ხო აი იზრდე და ეს ხო აი არ ვიცი სპაროთ შეგიძლიათ მიირთვათ წალი არ შეიძლება ხო ნახე როგორი ლამაზად გადის არც იჭრება თორე კარგი ხო ანუ ეს კარგი ეს არის medium rare ეგრე უთხარით რომ medium rare-ზე გავაკეთოთ ვერ უჭრი და რანაირად ჭამო აგემრიელად გამოიყურება მე მომი მიდი ბიჭო აი შენი ენა ხო ღეჭავ რა ეგეთია რა აი საიდე რა თანახე აი თან გინდა შენ და კონდეს როგორ გავს ეს კატაც ხო არ გვეჭამა დესერტად დავაყოლო აქეთ არის კატა ხო არ გამოვდა ეგით მოდი კატა მოდი აქ აი ეს როშვი ჭამე აი მომდა მე მგონი უფრო რაღაც ისე კაია გონია რომ ვიღაცასთან კოცნაო სანგემრიელი აი საოცარია ო სო ანუ ეს თუ ჭამა მე მგონი გაკაჩებს ხო 100,000 გამომწეზე ჩრდილოეთ კორეაში ხო ვერ მივდივარ კატას კაი კაი კატას არ შევჭამა რა ვერავედი ამ წრის ბოლომდე 100,000 გამომწეზე ანუ წინა 20-24-ის ეს მანამდე გადავიღეთ და რავი გამოიწერეთ და მანამდე მოვიფიქრებ რას ვიზავ ჩრდილოეთ კორეას მაინც ვიზავ მე თუ გამოიწერთ ამას 100,000 მინიანას თებერვლამდე თუ არა და ვაფშე აღარა წავალ YouTube-ით დავტოვ რა რითვე ჭამში 2 წუთია დარჩენილი შენს განკარგულებაში და დარჩენილია აი ეს 2 მეგობარი 2 ჯუჯა ვარ ანუ რამე შეგიძლიათ არ წყიდო და გააგზავნოთ ჭამა ანუ მაგაზე არ არის ხო ანუ მართლა პროსტა ის უნდა ჩავიდეს მაინც სხვა რამე უნდა არწ წუთი და 25 წამი ოფშე აი თელი გაგანი სო ეგა 1 წუთი Porci? So, კაი, ტაქტიკას გავყვები. აბა ტაქტიკას გავყვები. ეს ნანახია, ესეც ნანახია. ის ნანახია და გავლილია იქ. კი, ადამიანმა გული ჭამა, იმიტომ რომ ესენი არ ეჭამა. ხო. ამასავე, ნანახიაც არ არის. მიდი.
აი კი არის. ეს არის გიგის კოქტეილი და გიგის კოქტეილი არის შემდეგნაირი. გიგის კოქტეილი არის ძალიან მარტივი რაღაცა. ვიღებთ ნიორს, ვაგდებთ. კვერცხი-ჯარზე ჩემი ეს არის საუკეთესო კომბინაცია და ნიორი. ესა და ცოტათი მაიონეზი, ანუ მე მიყვარს მაიონეზი და კეჩუპი და დავამატო რაღაცები ხო. ბარბეკიუ соуსი ფერისთვის, ანუ რაღაც ცოტა ისეთ სიმლაშეს აძლევს თან რაღაცა სიტყვის სიმლაშე, ანუ ყველაფერი ერთად. მე მომინდა და ანუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა დავაბლენდეროთ, რომ მივიღოთ ძალიან მაგარი წვენი გიგის კოქტეილი. ChatGPT-ს ვკითხე და მე მგონი არაფერი არ დაგიმართება. იმანაც მე მგონი ვითხე ChatGPT-ს ვერ გაიგო. არ მგონი ახლა მათ ალბათ ისეც შეხვდება. რამდენი უნდა დავლიო? ამდენი? ბიჭო ეს იმდენია რომ ანუ 80% თითქმის ბოლომდე რა. აი ნადების გარდა. სადღე გძელო თქვი და ნუდასუნო. ხე ტაქტიკა გამოიყენე. სარ. როგორი მარტო ნიორის გემოქ. არა და ცოტა ჩავყარეთ ნიორი. კაი. ცოტა. კაი, ამას წავიღებ. კაი, შეგინია. გააგრძელო. ჩვენი კაკოს კერძი რატო არავინ არის ხო? დარჩენილია 3 კერძი. კაკოს კერძი, რომელიც არის ჩემი გემრიელესი, კიდე ერთი კერძი, რომელიც დაიწუნეს და ერთი რომელიც ჯერ არავის არც უნახავს. შემდეგი მონაწილე გთხოვთ სტუდიაში. ვცანდით, აბა. ვაი, ეს არის კაკოს კერძი. მეგობრებო, შემდეგი გაჩერება იქნება ქათმის თავი. მოხარშული ქათმის თავი. თავისი პატარა ნისკარტით, იმედია ნისკარტს გემრიელად ჩაეგნებთ. აბა თქვენ იცით, საქართველოში რაც ვიპოვებთ, ყველაზე საუკეთესო კერძი ეს არის და სპეციალურად ჩემგან ეს დავალება თქვენ. ეს არის ქათმის თავი, რომელიც არის შებრაწული, შეპიწყინებული, ესე ვიტყოდი და ანუ ჩემი აზრით გემრიელია. კი, მაგრამ 80% არა, ამ შემთხვევაში ძვლები და ის არ ითვლება, ამიტომაც შეგიძლია რაღაცნაირად მიირთვა. ოკეი. ახი რა ჩაკმიჩი. გემრიელი. ნუ ცხელი რო იყოს, კაი იქნება. მაგრამ კაი არ არის, ხო ცუდი? არა ბიჭო, კაკოც უც გაკადრებ და. ჰა? ამასაც უკვინო? არა, მაგის არა. გემრი, ოპა. წყალი ქონდა დაგუებული. კაკო ძალიან დიდი მადლობა. ეს ძვალია. ეგ არის. всё, შესრულებულია, ხოჭა. ჩამოგარწევით ხელს, მაგრამ მოგვიანებით გენასწავლეთ. დარჩენილია 2 კერძი და მეც აღარ მახსოვს რომელია. ეს მე არ მახსოვდა. კარგი, შემდეგი მონაწილე გამოვზანდით. ის არ მინდა ეს დარწმუნებული ხარ? ეს არის თევზია რაღაც, არ ვიცი როგორ თევზია. უმი თევზია რაღაც. ძალიან გემრიელად ეს წყალი რაღაც რო გამოჟონილი აქვს. მე თევზი არ მიყვარს და ამას ვერ შევჭალდი შეიძლება. გებადეჟებით რა ვეთქვი. გიყვარს ზოგადად თევზი. თევზი კი მაგრამ ეს არა. ძვლები აქვს შეგნით. ძვლები აქვს შეგნით? ეგ უნდა მოგვეცალა. ხელი უნდა მოეწერათ ამათ რომ აი რომ მოუკვდიან ამე რომ დამემართოს გიგის ბრალი არ არის. კიდევ ერთხელ შეგახედნებ რომ ჩვენი სპონსორია ბილაივი და ანუ ეს ბილაივის გარეშე ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა და მოგზაურობა და ყველაფერი ეს თელი ექსტრემალური რაღაცები არ გამოვიდოდა. მე კი ესეთი რაღაცები ავარჩიე, ანუ ყველაზე ცუდი, მაგრამ შემელო კარგი ამერჩია. ხო? ნამცხვარი ხო კაი იყო. რო იცინი მან. 50% იქნება ეხლა რო შეჭამნა. რამდენი წუთი დარჩა? 2 წუთი და 50 წამი. როგორ აქვს საკმარისი? აი ხა ის და კიდე ერთი დიდი და ეგ არის. აი გორი, ხო. ხო რა გემრიელა ჭამე? 25 წამიც რა. всё, ეგ არის. 80%-ია თავარი შესრულდეს. ეგ არის გილოცავთ. ეს ერთი და სხვა მრავალი. იმიტომ რომ ტროპიკებში თუ გაიმარჯვე მოგიწევს ესეთების ჭამა. იაფად მოგზაურობ. რა ვქენ. და ჩვენი ბოლო კერძი დარჩა და ანუ აქ რო დასალევები მქონოდა. სპონსორები რო ყოფილიყავით კომპანიები, ხო დალევდი. აი მოკვდა ხალხი თქვენს გაბ. შემდეგი მონაწილე და ეს ბოლო კერძი, ანუ შენ ხვდა წილად. არაფერი. აი ყველაზე მაგარია ჩემი აზრით.
ეს ის კათამია? ეს კაკოს კათამია ის თავი, თქონდ ეს მე გამომიგზავნა დელიკატესად დააგემოვნებო. ჭხილები ნახე როგორი კაია. ამის 80% ძალიან ბევრი. არა, 80% ბევრი, ამიტომაც 2 ცალი შეგიძლია ჭამა. რა 2 ცალი? რა კაიგები ხრაშუნა ის არის. ბიჭო, ყველაზე კაია, თან სუფთავა ფეხები, ხო იცი? შეჭამე ტორტი. ცუდია. კაკოსი ჯობდა მას. ჭხილი კაკას და კაი ნაჭრები რომ მოვჭამო და 4-ვე და მოვჭამო. ერთი მაინც უნდა ჭამო, კარგად გემრიელად. ეს კაცო. აბა რა, ეგ არის თავი. ნახე ხა მიეჭირე მაგრამ გასკდება. ნახე, ეს არის კრევეტები ხა ვინც ვერ მიხვდეთ. რაღაც ისე მიდის ყველაფერი რომ მე მგონი ყველა მონაწილე გადავიდა შემდეგ ტურში. მე მგონი. ჯერ დავასრულოთ და შენი აზრით ნახევარი თუმცა გაგძელი. მე აფიო ვერ გადავიდაო. როგორ გაძიძგნა ეს ნახე. მინდა სხვა გინათ. მანამ ჯოკვიჯა. всё ხო? ხო. ჩამეთვალა ხო? კი, შეჩაეთვალა 80%. რაც იმას ნიშნავს რომ ყველა მონაწილე გადავიდა ფინალში, ამიტომაც გილოცავთ ყველას. შემდეგი დავალება. წავალთ. და დრო მოვიდა მესამე ტურის, რომელშიც 2 ადამიანი დატოვებს პროექტს სამწუხაროდ და დავალება მდგომარეობს შემდეგში. თქვენ უნდა მიხვიდეთ კედელთან და ეს არის გამძლეობაზე ეს დავალება და უნდა მიხვიდეთ კედელთან და ჩაბუქნული უნდა მიეყუდოთ კედელს და ვინც პირველი 2 დანებდება, გავარდება, ვინც პირველ ადგილზე გავა, იმას იქნება რაღაც პრივილეგიები და თუ რა პრივილეგიები, ამას მე მოგვიანებით გავიგებთ. კაი, დავიწყეთ. 1 2 და 3. ჯო იმაზე იცით თქვენ მობინექსი როა. ხო იცით მობინექსი? მოკლედ არის იცით? მოკლედ ესეთი სამოგზაურო ინტერნეტია, როგორც ისინი ასევე ასე ვთქვათ ფიზიკური ბარათი. და როცა მოგზაურობ შეგიძლიათ, ანუ ყველგან წახვიდეთ, ყველგან მაგარი ინტერნეტი გაქვთ, იმიტომ მე გამოვცადეთ իրად. და ყველა მონაწილეს მობინექსი გადმოვცემთ 1000 გიგაბაიტს, სადაც არ უნდა წახვიდეთ, სოფლიოს გარშემო, ამიტომაც გიგლოცავთ, აქვე გეტყვით და აქვე დავამატებ, რომ ჩემ პრომოკოდს თუ გამოიყენებთ გიგიბაიტი, თქვენ მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას და მართლა მაგარი ინტერნეტია, მე ვხარობ, ანუ მე თუ ხარობ, ანუ მაგარია. ანუ მე მაგარი ვარ, მაგის თქმა. ხო, აბა თქვენ იცით. 2 წუთი გავიდა და კარგად ხართ? შენი ვარ? ვერა? ჯერ 2 წუთი გავიდა. შენ როგორ ხარ? ძალიან კარგად. შენი? ეს სპორტსმენი ვარ ჩემო. შენი. ხმაზე არ გიტყვება. ხმაზე არ მეტყვება. აბა დაჭიქი. უფრო ოფისის და მილიონები და რაღაცები რა. კანკალებს, აგე? ოპა. ეს ფეხები? გასულია 3 წუთი. აბა ნახოთ, რამდენი ხანი გაკაჩა. უკა ფეხები უკან ცოტა ქვევით თქვენ. როგორ გძნობთ თავს? ბატონო. რა ვიდეო? იდეალურად შეგილია? ჯერ გააკეთე რო. შენ როგორ? ამის მე ვარდები ხა? ძალიან სულად ხარ? დამეჭიმა ძალიან. მე გამოთ არ უნდა ვიტყვი. თუ ატყვი. ეგეთი სტრატეგია, ხო ვითომ რა. ხლი ეხა და მე. რა კარგია თორება. 4 წუთი. ძალიან სერიოზულად ვიდიან მონაწილეები. გავარდა. გავამხრევოთ. არა. მე ანუ მარტო. ეს არ ვაგორე. მეგონა გავაგო, ერთად გავაგოროთ. ეს. მე ყანს გაცვე, ანუ აქედან ერთიც რო გავარდეს, დანარჩენი 5 ავტომატურად ფინალში ხარ. 5 წუთი გავიდა. და ერთი ადამიანი რო გავარდეს, აშენ ქვეყანა. თუ მოვიგე, ვიმოგზაურებ გიგისთან. კაი აღარ მინდა, ანუ მე აღარ მინდა. თქვენ ღრმად შეისუნთქეთ, ღრმად სამოისუნთქეთ. იფიქრეთ მაგალითად საჭველი როგორიც არის. გაწმის ფეხები უჭამე. არა, იქ უარეს გაჭოთ. ამიტომაც ის არაფერი არა. ვაა, საღო, 9 წუთი უკვე. ტაში დავუგო. დავუხდა. ენერგიას იზრდება.
ისო ის. ანუ მეგობრებო, ერთი რო გავარდეს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ფინალში. მოდი, სრიგალებს მეკიდა. არის ძალიან წამოდგომელი. ჩადით ბიჭო, რამდენი ჩემი კაი. არ ვიცი ზო, ანუ ესეთი რამდენი წუთი გავიდა. ილოცავთ 5 ადამიანს პირველი. დავარდა. და ორი ადამიანი დარჩა. როგორ ახართ? როგორ გზით? ყველა აღარ დავიღე. არა, სო გახვედი ფინალში? რა. სო ამოისუნთქე, ხავს აღარ. კარგი იყო. შეგიძლია კიდე იყო, ავია, ანა. არა, კაი. ავიდა გულავი. ცხოვრება უსამართლოა და ეს უნდა ისწავლოს ყველა. ამიტომაც პრივილეგია არა გახარ. არა მაინც. ხომოვიდა. რა როგორ გაუხარდათ ამას? მოიგე. ხო, დამტკიცა, თავარი ეგა. ეხა შემდეგი დავალების დროა. წავედით. მეოთხე ტურის დროც მოვიდა და ეხლა უკვე არის ინტელექტუალური თამაშების დრო, მეგობრებო. ტაში! ეს ფუსები მიჭირავს ესეთ ძერსკათ, რომ ესე ვერავინ ვერ დაინახოს. ნახევარფინალში არის როგორც ხედავთ 5 ადამიანი და აქედან გავარდება 2 ადამიანი. 2 ადამიანი, ვისაც ყველაზე ნაკლები ქულა ექნება ამ ტურში და 3 ადამიანი გადავა ფინალში. ტაში! კარგი. გადმოცეს მორიდებულად ზიხარო და ცოტა კაცურად დაუჯექი. იმეჩ. კაი, დავიწყეთ. მოკლედ ეხა კითხვას დაგიცვევთ და თქვენ უნდა დაწეროთ ფურცელზე თქვენი აზრით, ჩუმად შეგიძლიათ დაწეროთ სხვა არ დაინახოს, დაახლოებით რამდენს ფიქრობთ. პირველი კითხვა. რამ სიგრძეა ჩინეთის დიდი კედელი? ამან იცოდა ზუსტად დაწერა იმ სანტიმეტრებით მიამატა. ამდენი კილომეტრი, სანტიმეტრი. მოკლედ ფლომასტერები დავდოთ, მოდი რომ არაფერი არ შეიცვალოს. კაი, პირველი დავიწყოთ, მოდი შენით. 6500. 6500 კილომეტრი. რა ვიქნებ მეტრი? კილომეტრი. 2070. 2070. ოკეი. 36700. 36700 რატო? თქვენ? 21196. ოკეი, უნდა ვიცი პირად იცოდა. 10 კილომეტრი. აკედანა, გახედე. ოდესეს ხო გამომიგზავნოს სწორი პასუხი თან პირველის. სწორი პასუხი გახლავთ 21196 კილომეტრი. ყოჩა. აი მე ვიცოდი რომ ზეპირად ეცოდინა აი და. მაკენი უდრა. ამიტომ პირველი ერთი ქულა გეწერება. შემდეგი შეკითხვა. რამდენია არგენტინის მოსახლეობა? ხო, ჩვენ ხوارთ 3.5 მიგეთქვით რა. 3.5. არჩერ დიდი მინიმუმია. და არ შეეხავთ რომ მოიფიქრე. კანახია შეიძლება. გავიგეთ რომ ერთი გოგო დაშა და გოგოს გუშემატკივროთ, მაგრამ აქ ყველაფერი გადაწყდება სამართლიანად. მაგრამ ამ ადამიანმა სამართლობა გამოსცა და უკვე. კარგი, პასუხები დავაფიქსიროთ. ვაფშე არ მეწყინა უღონ. ესე იგი 12 მილიონი. 12 მილიონი. მეორე 175 მილიონი. 175 მილიონი. 45 მილიონი. 45 მილიონი. 16 მილიონი. 16 მილიონი. ისე 10 მილიონი. და სწორი პასუხი გახლავთ 46 მილიონი. ვისი პასუხია სწორი უფრო ახლოს? 45. გილოცავ. ეს უკან ნახეს ხო იმ შენ იცოდი ნამყოფი ხარ არგენტინაში? რა, შენი ლოგიკა გავითვალისწინე. შენი ლოგიკა აჭერ დიდი როა 3.5 გამომრავლე, ანუ იმენა დაგეხმარა. შემდეგი კითხვა. დაახლოებით რა სიგრძისაა ეიფელის კოშკი? ესე იგი დაწვინის პარკი ხო? დაწვინის მიდი გააგრძელე. კარგად მიდიხარ. გადეთ ფლომასტერები. მე და რამე გავარტყა. ჩემი აზრით არის 247. აი რაღაც მეტრი. არ ვიცი რა. 175 მეტრი. 175 მეტრი. 250.
168 152 რაღაცა იმენა ხო 112 ის 10-ს და 100-ს ვერა ნელ-ნელა ეტანება და სწორი პასუხი გახლავთ 330 მეტრი 250 შენოგენი ეწა გილოცავ შემდეგი შეკითხვა ძალიან მარტივი შეკითხვა შეიძლება შეღირდეს მაგრამ შეიძლება ვერმა ვერ უპასუხოს რამდენი ფეხი აქვს ობობას ჩილაუიკ პაუქს მე ვიცი გვაინტერესებს თუ ორი სწორი პასუხი გაიჟღერებს აქვე გეტყვით ორივე ადამიანი დაეწერება ერთ-ერთი ქულა ფლომასტერი მაგიდაზე თუ შეიძლება 6 ფეხი მეც 6 ფეხი ჰა 12 გვანახე თუ შეიძლება უნდა 12 ფეხი მეც 12 მიწევ 12 8 და სწორი პასუხი ეკრანზე პასუხი არის 8 დააფიქსირა ერთმა ადამიანმა ერთი ქულა შენ ანუ ერთი ქულა დაახლოებით რამდენი კილომეტრია დედამიწასა და მთვარის შორის მეგობრებო აქ შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ თქვენ რას ფიქრობთ აი ეხლა და ნახოთ და მეც გიტყვით მე რას ფიქრობ არ გიტყვით ეს რთული არა მე სხვას გიტყვით დაახლოებით რომ გადავთვალო ერთი დედამიწის ხელა ხო 10 კილომეტრი იქ ჩინეთის კედლის ხელა ცოტა მეტი დააფიქსირეთ პასუხი კი კაი 126,000 126,000 500,000 ნახევარი მილიონი რა 3521 რა ანუ კილომეტრი არა შეიძლება არ გამოურიცხავთ 280,000 ან თუ 240,000 ზუსტად კილომეტრი დიახ 150,000 კილომეტრი და სწორი პასუხი გახლავთ 384,000 ვის გქონდა 384,000 მაგ 500,000 126 ამიტომაც ავტომატურად იგებს ადამიანი თითო ქულა მაყალა არა ამას ორი აქვს იმას აქვს ეს აუქო 280,000 მაინც ის არის ხო ჩემი მათემატიკა მომიტევეთ გაიმარჯვა ბატონმა ცოტნე რამდენი წლისა სამყარო აუ ეს იმენა ამაზე აქვს ვიდეოები აწყობილი ამას პასუხი 7 მილიონი 7 მილიონი 150 მილიონი 150 მილიონი მე 45 მილიონი 45 მილიონი 14 მილიარდი მიწერია მე მილიარდი მიწერია მე ამ ადამიანს მილიარდი უწერია სამყარო სამყარო თქვი მე დედამიწაზე მეგონა 2.5 მილიონი 2.5 მილიონი და სწორი პასუხი გახლავთ 13.8 მილიარდი შენ რამდენი თქვი 14.8 მესამე ქულას გადაეცემა ბატონ ცოტნეს ვა საღო აი ესა ხედაო რამდენი სასაუბრო ენა არსებობს სამყაროში 4300 4300 44 124 300 დავწერე 300 250 7000-ია სწორი პასუხი 7000 გილოცავთ ანუ ერთი ქულა უკვე თქვენს გაქვთ ერთი ქულა სამი ქულა ერთი ქულა შემდეგი შეკითხვა რამდენი ძვალი აქვს ძაღლს კომენტარებში არ მინდა დაწერო ეს გუგელი დებილი გავსწავლოთ მეგობრებო გულები პასუხი 162 ძვალი 80 მანახეთ შეიძლება არა 80 127 ახლოს არიან 165 165 სწორი პასუხი გახლავთ 319 შენ რამდენი გიწერა 162 შენ 165 სამი ქული სამი დარჩენილია 4 შეკითხვა ამ 4 შეკითხვაში გადაწყდება თქვენი ბედი ვინ დარჩება და ვინ გავარდება თქვენგან ორი ანუ თქვენ 4-დან 2 ადამიანი გავარდება ზუსტად 4 კითხვა ხო შემდეგი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში რამდენად გაიყიდა ყველაზე ძვირიანი ნახატი თელს ისტორიაში თუ სახელსაც მეტყვით რომელი ნახატი იყო შეგიძლიათ დაწეროთ პროსა გარტყვაზე ორიდან ერთი რა დავწერო ორი ქულიანი იქნება ეს აუ ეს აღარ გვინდა გავუშვით ვინ არის ეს დადეთ თუ შეიძლება ფლომასტერები ესე 300 მილიონი რავი პიკასო დავწერე გერნიკა რავი არ ვიცი 100 მილიონი მონალიზა ლეონარდო და ვინჩი მგონი 127 მილიონი მეც იგივე მიწერია, ოღონდ მილიარდი მიწერია რა, უფრო ახლოს რა ყოფილიყო. მილიარდი 500 მილიონი და რაიმე აბსტრაქტული იქნება და ნახატი, თავიდან ნახატი როგორი იქნება და აბსტრაქტული ახლა ჩამატეს სახელი არ დამიწერია. ყველაზე ახლოს არის ადამიანი, რომელიც არის ახლოს 450 მილიონთან. და ეს ადამიანი არის შენ, ანუ რამდენი? 300 მეწერა. მე ვარ.
შენ ხო ეს ყოფილი რა გაგიხარა და ეს არის ლეონარდო და ვინჩი 3 კითხვა დარჩა შემდეგი შეკითხვა რამდენად გაიყიდა ყველაზე ძვირიანი უნიტაზი 3 2 1 1.7 მილიონი 1.7 მილიონი 35 მილიონი 13,000 ოქროში იყო 13 დოლარი 10 მილიონი და 10 მილიონი 10 და 10 მილიონი პასუხი არის 23 მილიონი 35 მილიონი რატო 1.7 23 მილიონი გილოცავ იქით ჩვენ რა ეხლა ორი შეკითხვა დარჩა და გაირკვევა თუ ვინ დატოვებს პროექტს რომელ კონტინენტზე არ არსებობენ გველები აქ დავფიქრებოდი, მაგრამ მე რო ვიფიქრო, საქართველოში არის ძმაო. ეგ უკვე გამოიძ. კაი, თქვენი ფიქრით. ერთ კონტინენტზე ნაჭავი მაქვს მე. ეგეც იცით თქვენ. კაი, კონტინენტი არის. დადეთ თუ შეიძლება. ანტარქტიდა. ანტარქტიდა. შეცდა დასახელები. არა, დადო. მე ვიწერე ყველგან არიან. შენ? კონტინენტია, გრენლანდია მიწერია, კონტინენტია. კონტინენტი. რაც გრენლანდია. ანტარქტიდა. და სწორი პასუხი არის არქტიკა ან ანტარქტიდა. ერთი ქულა აქვს ადამიანს და ბოლო შეკითხვა. მივერ, თუ ვერ გაიცი პასუხი, გავარდებ. რამდენი ფული აქვს ამჟამად ყველაზე დიდარ ადამიანს? დღეს. თუ შეიძლება პასუხები დავუწყო. 140 მილიარდი. 140 მილიარდი. ტრილიონი. 140 მილიონი ტრილიონი 123 მილიარდი 123 მილიარდი შენ ამიქვი მილიარდი 140 140 123 400 მილიარდი მიწერია 400 მილიარდი 453 მილიარდი ყველაზე მეტი თანხა აქვს ილონ მასკს და მისი ბიუჯეტი შეადგენს ნახევარ ტრილიონს 53 მილიარდი გილოცავთ და სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ მე ბოდიში ხდება ხო აი გოგოებისთვის მოგებული ხარ როგორც აი ნახე 5 გოგო გიყურებს ძალიან ისეთი კითხვაა რა საფიქრალი სადარდებელი რამდენი გული აქვს 8 ფეხას დრო მე ვიცი აკონა მე ვიცი იწერია პასუხი დაიცა ამოატრიალეთ, გვანახეთ რამდენია თქვენი. გვანახეთ თუ შეიძლება. 4 და 6. და სწორი პასუხი გახლავთ 3. რაც იმას იშასო, გადავიდა. გილოცავ გერმანია. აუ ქნაზმაო, აუ ქნა, აი ვეცადე. იმე გავუწმეთ გაგონილი ხარ, აფეხას 6 არა ჩემ. ეხლა კიდე ფინალის დროა, დარჩენილი ყავს 3 ფინალისტი. წავედით შემდეგ ტურში. და დადგა ფინალის დროც და ეხლა უნდა ვიმოგზაუროთ შენ საყვარელ ქვეყანაში. არ ვიცი საყვარელია თუ არა, მაგრამ გერმანიაში და რატო ამას გავიგებთ ძალიან მალე. და გეტყვით რომ თქვენგან ერთ-ერთი იმოგზაუროს შენთან ერთად საიდმე ტროპიკულ ადგილზე და მადლობა ბილაევს ამისთვის და მეორე მადლობა Voyager 365-ს, რადგან მეორე და მესამე ადგილზე გასულ ადამიანებს გადაცემს 500 ლარიან ვაუჩერს. და თქვენ შეგიძლიათ უფასოდ ისე ვთქვათ, ჩათვალეთ ძალიან ბიუჯეტურად იმოგზაუროთ. ეს ჩემპიონატი ადრე გერმანიაში ძალიან ხშირად იმართებოდა და მე ოქტობერფესტზე ვნახე და მეთქი რატომაც არა. ამიტომაც დავალებად გვარევთ შემდეგში. უნდა გაწიოთ გუდი ესე წინ და გეჭიროთ აი ესე გაშლილი და ვინც ბოლო ჩამოწევს ხელს იმოგზაურებს ჩემთან ერთად სადმე სადღაც სად ვართ დავამხნევოთ და სამამდე რო დავითვლი გუდებს გავწევთ წინ 1 2 და 3 ჩაიშოთ რო რამდენად მარტივია არის რთული? ჯერ მარტივია. ჯერ მარტივია.
ცოტა მოსასმელია ჩემი აზრით. ჩემი აზრით. ტოლიო? არა. მე ბოლოს ტალია ორივე ერთად. ამის ადგილზე მაინც დაილოცეთ. მოკლედ ეხლა შემოდივარ ესეთი შემოთავაზებით. რომ ანუ პირველი ადამიანი რომელიც დადებს ლუთს 300 ლარს დღესვე მიიღებს. სულ 10 წამი გაქვს გადასაწყვეტად. 1 2 3 4 5 რომ შეიძლება ვერაფერი ვერ მოიგოს ალბათ 6 7 8 9 10 კი ბატონო 300 ლარი აგიეთ ნუ გიდათ თქვენ რას ფიქრობთ ვინ გაიმარჯვებს ამ ჩემი გუნდის წევრი შენი გუნდის წევრი რომელია თუ შეიძლება დავითი გონია გერმანიიდან იმიტომ რომ გერმანია თქვენ რას ფიქრობთ ჩემი ორი ჯგუფის წევრი არის ცოტნე და გიორგი და ასე რომ არ ვიცი რომელი გონია ვერ ვიტყვი არ ვიცი არ ვიცი თქვენ სტამბილასწორად ვარ მე არ ვიცი დავითი იმიტომ რომ გერმანიაში უფრო გამოცდილება უნდა ქონდეს დავიძია ორი ფსონი ასაგები თქვენ რას ფიქრობთ ბიჭებო ვინც უნდა გაიმარჯვოს დამსახურებული გაიმარჯვოს და რა წარმოდებს სურს ამას შენ რას ფიქრობ უფრო ის გონია შუაში რო და რა ქვია არ მოგწონს ხო შუაში გძელთვიან ხო შემოვდივარ მეორე ოფერით და მეორე ოფერი მდგომარეობს შემდეგში 5 წელი გექნებათ გადასაწყვეტად ამისთვის მოკლედ ან ახლა დადით და 500 ლარს აიღებთ ან გააგრძელებთ ბრძოლას ფინალისთვის 1 2 3 4 და 5 500 ლარიანზე შედეგზეც უარი თქვა ტაში მართლა ოჩახ მესამე ოფერი არის შემდეგი 600 ლარი და ეხლავე დებთ ჭიქას 5 წამი გაქვთ 1 2 3 4 და 5 არ უნდა თანხავს ფული ძმა რა უყო ტაში მართლაც იმსახურებენ 600 ლარზე უარი თქვენს არ ვიცი 1000 მიიღეს მარტო სხვა არაფერი ხელები თუ შეიძლება გავშალოთ ხელები და ტაში მეგობრა ერთ-ერთი თქვენგანი იმოგზაურებს ყველანაირი ხარჯი ანაზღაურებული იქნება ყველაფერი საერთოდ ქალებში წავიდეთ ერთად არ მაქვს პრობლემა აი რას გაუმარჯოს აი ამ ჭიქით რაღაცა თქვი დამილოცეთ ჩემი მაყურებელი რაღაცა თქვით რაღაცა აი სიტყვა ძუნწები ხართ რა გიგის გაუმარჯოს შენ ჩენელს გაუმარჯოს და მაყურებელი დამილოცე რა თუ შეიძლება გამომწერები ყველა ერთად გაუმარჯოს გაგიმარჯოთ მართლა გაგიმარჯოთ მეგობრებო მიყვარხართ ყველა შეგიძლიათ ეს არის ფსიქოლოგიური თამაში მე ესე მეჭირა 2 წელი და მე დავიწყე მოგზაურობა ძმაო თორე აბა ისე როგორ გინდა ეხლა შემოვდივარ ისევ ოფერი 1000 თუ ხარ მოვდივარ 350 ლარი რა თქმა უნდა საფრთხე დაიწია ფასმა იმიტომ რომ უარი განაცხადეთ თქვენ გაქვთ 10 წამი რომ მოიფიქროთ თქვენ შეგიძლიათ 350 ლარი პლუს ვოიეჟერ 365-ის 500 ლარიანი ვაუჩერი 500 ლარი გაქვთ ნუ ვოიეჟერის ვაუჩერი მაინც გრჩებათ მეორე და მესამეზე გასულ ადამიანებს გაშალეთ თუ შეიძლება ხელები 350 1 2 და 3 სამწუხაროდ არც ერთ არ შეხვდა 350 ლარი. ახლა ვიცი ხალხი, ანუ 12 წუთის აღო, ყოჩა მეგობრებო. ეს უჭრელი კადრი იქნება? 12 წუთი. ქართველი კაცები ისვისა ვართ. ჰა? ჭიქა ესე ეჭირა, მე ხო 2 წელი მეჭირა, მამაჩემს 3 ეჭირა ბიჭო. ეს იცი რატო გჭირდება, იქ რომ ვიმოგზაურებთ ამ ჩანთა მე ეს ხო უნდა გეჭიროთ. დრო გადის. ჩვენ კი ჩვენი მოგონებებით ვჩებით. შეიძლება ჩვენ არ დავჭეთ, მაგრამ მოგონებები დარჩები. გავშალოთ ხელები თუ შეიძლება მეგობრებო. გავამხნევოთ. არ დანებდა არავინ, არა. ყველას შეუულია. აი უკვე დაიწყო რაღაც ლუდის ფანთხალი. გაშალე ხელები, კარგი ხარ. კარგები. ნეტა არდამელი. აი ნეტა არდამელია. საღო 15 წუთი, აი საღო. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაასაბსკრაიბეთ, ბარეთ და დაალაიქეთ. ხალხი წვალობს აგემე და მობინექსზე ხო გახსოვთ თქვენ რომ ინტერნეტი ხო? რა არის მობინექსი? მობინექსი არის ელექტრონული და ფიზიკური სიმკარტე, როდესაც იმოგზაურებ, შეგიძლია გამოიყენოთ ყველგან, როცა გინდა, სადაც გინდა და თქვენ სამივეს უკვე გილოცავთ, რომ იმიტომ რომ სადაც არ უნდა წახვიდე, გაქვთ ეს ულიმიტო და ყველა დანარჩენ მონაწილეს ამიტომაც მადლობა მობინექსს. ტაშ. კიდევ ერთხელ.
აი, დავიღალე. მე დავიღალე. ავწიეთ, მოდი. დავაი, სამთრაზე ვწევთ უღალ 1 2 3. არა, უშავს ეს ხდება ხოლმე. აი, ამაზე ვამბობდი სწორედაც. მე-18 წუთი. როდის გავიდა 18 წუთი ბიჭო, ხო არ ვარ? ანუ ამ ადამიანს მართლა დიდი პარტივი შემგან მართლა გერმანიიდან ჩამოვიდა. 3 დღის წინ გაიგო, რომ ფინალში იყო და გუშინ ჩამოვიდა 3 საათი ეძინა, ამიტომაც რესპექტ ჩვენგან. მართლაც რომ ბრავო. რა მეკითხვა მაინც გითხრა? კითხვა დაგისვათ? კი ბატონო, კითხვა უნდათ, ამიტომაც მიიღებენ და დაუმატებ წყალს. ასტრებაზია, რომელი ცხოველის ხორცი მივირთვი იორდანიაში? ქათამ. ტრედი. აუ ხორცი. იგო, ეხლა თქვენ ორ შორის, გაშალეთ თუ შეიძლება მანამდე? რომელ ქვეყანაში ვჭამე 10 განსხვავებული street food-ი? პაკისტანი. ხო. შენ შუბადი ხალხად ეხლა ორი სწორი გითხრა. პაკისტანი, კი. არა, მართალია ეს ორია და ორჯერ მოიგო. გათანავდეს. გაშალე ხელი თუ შეიძლება. იმე მოიგო ყველა ორივემ გასცა პასუხი. აღარა, შეგიძლია. ცოტა უკაცრავად აი რომ თანაბრად ვიყოთ. აი, ეხლა მეტყვით, აი წყალი რატო ჩაამატე ლუჩიო. ეს ადამიანი არ სვავს, მე მაგაზე გავთვალე. 23 წუთი ტაში მეგობრებო, 23 წუთი. გაშალე ხელები. გაშალეთ 23 წუთზე. დაიცა ტაში დაუკრავ. 23 წუთი ცოტაა, მეც მაგას ვამბობ. ოჩა გაშალეთ ხელები, თუ შეიძლება, ხელები. მოიმატა ფასმა, ისევ ბანკირმა დარეკა და შემდეგი ოფერი არის 400 ლარი და ეხლავე უნდა დადო. 400 იყო. ნელა მოიმატა ეხლა. თუმცა 400 ლარია ეხლა ამჟამინდელი ოფერი. თუ შეიძლება გავშალოთ ხელები, ანუ 400 ლარი პლუს 500 ლარიანი ვაუჩერი. 400 ლარი, 5, 4, 3, 2, 1. შეიძლება არავინ არ გავარდა, მეგობრებო, რა უკნა. ვოიაჟერის ზარი შემომივიდა და მითხრა, რომ 500 ლარის მაგივრად, ვინც ეხლავე დადებს, გადასცემს 1200 ლარიან ვაუჩერს. გავიღალე. გილოცავთ, მეგობრებო, რომ მაინც კაია და თქვენ გავაგზელეთ ფინალისტვის თამაში. არა, უშავს ეს. კაია. რამდენი წუთი გაძლო? 25 წუთი გაძლო ადამიანმა. ამ ადამიანმა მოიგო 1200 ლარიანი ვაუჩერი ვოიაჟერ 365-ისგან. ელი გავშალეთ. შეგვილია. არა. მეგობრებო, ესეთი არ ვიცი რა ხდება, საოცრება. 28 წუთი ავწიეთ. ვაიმე, 28 წუთი. თქვენგან ერთ-ერთი გაიმარჯვებს. ბანკი არ ეკავს, არ არის, არ შემოდის. ახევარსაძე შეიძლება შემოვიდეს ბანკი. 1, 2 და 3. ხელები ავწიე და ვისაც ჩამოეწევა, აი აქამდე. მე რა. ხელი ვისაც ჩამოეწევა აქამდე. პირველი ვისაც შეეხება ის გავარდება. ვიბანავე ლუჩი მე ცოტა. ავტომატურად გავარდება. ჩემ საათ შეეხო უკაცრავად ეს. შეეხო. მე? შეეხო. ილოცავ მეგობარო. ვაიმე. ილოცავ. იოსებ რამე პრეზიდენტი. იქნება. დაო, იქნება. Kilos. მოვინექს შემოვიყვან უცებ. არა. მოვინექსი შემოვიდა, არ ვიცი დაადასტურებენ თუ არა. და 500 ლარიან ვაუჩერთან ერთად მეორე ადგილოსას გადაეცემა 500 ლარიანი 500 ლარი. ესე იგი.
ვეი ესა მოვინექსი არ ვიცი დაადასტურებ თუ არა მაგრამ დაიდო ვიდეო და რა ვქნა მოკლედ გამარჯვებული არის ცოტნე და გილოცავ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბილაის რომ ამის საშუალება მოგცა და აი ხარ ხო ეს იყო სულ გილოცავ კიდევ ერთხელ და მადლობა შემდეგში შევხვდებით უფრო მეტი და მეტი